ახლა გადავდივართ სხვა ამჯერად ასევე კრიმინალურ შემთხვევაზე. საუბარი არის მსახიობ და მომღერალ ვანიკო თარხნიშვილის თავდასხმის ფაქტზე. ვანიკომ დღეს საღამოს თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო და მინაწერი, რომ მას თავის სახლთან თავს დაესხნენ და რომ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. პრინციპში ეს ჩანს კიდეც. ჩვენ გვექნება ახლა შესაძლებლობა ვანიკო ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში და თავად უფრო მეც გვეტყვის ამ შემთხვევის შესახებ. თუ არის უკვე ვანიკო შემოვიყვანოთ ეთერში. ვანიკო, საღამო მშვიდობის ვერ არის შენთვის, მაგრამ თავისთავად კარგი არის ის ფაქტი, რომ კიდევ უფრო მძიმე დაზიანებები არ მოუყენებია თქვენთვის. კარგია რომ იღიმები და მანქანიდან გვერდთვები. გითხარი რა მოხდა, როგორ მოხდა, რა დაზიანებები გაქვს და რა გაგრძელება მოყვა სამართლებრივი კუთხით ამას. გამარჯობა, მოგესალმებით გიორგი, გამარჯობა, მაყურებელსაც მიესალმები. არაფერი დიდად მოსაყოლი ისეთი არ არის, სახლიდან გამოვდიოდი, დამხვდა ერთი პიროვნება და სავარაუდოდ მეორე პიროვნება ცოტა შორს იდგა იმისთვის არ შემიხედავს. უკვე ფიზიკურად ვიგრძელი მეორე პიროვნება. მოვიდა ჩემთან, ხელი ჩამომართვა, ძალიან მიყვარხარო, შენი ფანი ვარო, ბავშვობიდან გისმენო. და ამ დროს უცებ ეგრევე მოაყოლა, რატო გვაგინე მე და ჩემ ოჯახსო და შემაგინა და დამარტყა. მე მეორეს წაეშალა, დამაგდეს, ძირსაც მირტყეს და შებრძოლებაში და მე გაიქცნენ. ეს იყო და ეს. ანუ ეს ხდებოდა შენი სახლის სადარბაზო შემოსასვლელში ეზოში, როგორც ხვდები. პირდაპირ გზაზევე არის, ხო, პირდაპირ. სხვა თუ შეესწრო ვინმე ამ შემთხვევას, ან შენი მეზობლები, ან შემთხვევითი გამლელები. შემთხვევითი გამლელების სიგნალების ხმა მესმოდა, ერთი პიროვნება გადმოსული იყო, რომელიც გვაშველებდა და რაღაცნაირად იმან გაწია მე მგონი ორი ბიჭი და პლუს ამას პანჯიდან გაიგეს ხმა ჩემმა მშობლებმა, ასაკოვანებმა და ინახეს ფაქტიც. ეს იყო და ეს. რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს თავდასხმა, თუ შეგიძლია აღწერო? რავი, ჩხუბი როგორც არის ხოლმე, ხა დიდი ხანი არა, მაგრამ ბლომად მომხვდა რა თავში, კეფაში მხდებოდა და ფეხებს ვიქნებდი მეც და მეც მომხვდა ფეხებში და მოკლედ ელი ურთაბრძოლა იყო, მე ვიყავი ძირს. თავდამსხმელებს და მათ მოტივაციას მიუბრუნდებით, მანამდე გითხარი რა სახის დაზიანებები გაქვს? ერთ სახეზე ვხედავთ. თავს როგორ გრძნობდა, აპირებ თუ არა სამედიცინო შემოწმების გავლას. გამოიძახე თუ არა პოლიცია ყველაფერთან ერთად? პოლიცია აღარ გამომიძახია, თუმცა თვითონ დამირეკა გამომძიებელმა, რომ თქვენი სტატუსი ვნახეო და დამიბარეს ხვალ ქალაქის პოლიციაში და მივალ და რავი, რაც შემეძლება ვეტყვი. ანუ ჯერჯერობით თავად პატრული თქვენთან არ მოსულა? არა, მე არც გამომიძახებია, იმიტომ რომ ვჩქარავდი ჩემ საქმეზე უნდა წამოსულიყავი და ეხლა ტრასაზე ვარ, მანქანით გავაჭერ, უბრალოდ ცუდად იჭერს. პირდაპირ გავაგრძელე ჩემი საქმე, გამოვიქეცი. პატრული აღარ გამომიძახია და რა ვიცი, დღეს დაველოდები და ხვალ იმას ვიზამ რა, შევემოწმები ექიმს. ვანიკო, მე დიდ მრჩევლად ვერ გამოგადგები, მაგრამ გეტყვი ასევე გამოცდილებიდან, რომ რაც უფრო სწრაფად მიხვალ სამედიცინო პუნქტში და შესაბამისად და ჯერ ერთი შეამოწმებ რა გჭირს, იმიტომ რომ შენი შეგრძნებები მარტო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს და არაფერი მჭირს და მეორე კიდევ გამოძიებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად ფიქსირდეს რა სახის დაზიანებები გაქვს მოყენებული სხეულზე. კი ბატონო, უბრალოდ ერთი ამბავიც არის, რომ ეხლა დიდად ანუ შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის არ მინდა, უბრალოდ მაინც რაღაცა შედეგის იმედი არ მაქვს. იმიტომ რომ ერთს ეხლა რომ ამოვიცნო ადამიანი ვინდამეს ხა თავს ან რაღაცა, ანუ არ მგონია რომ რაღაცა შედეგამდე მივიდე, ამიტომაც აღარ მიჩქარია. დღეს და ხვალ ეს შედეგი შეიძლება არ დადგეს, მაგრამ გარწმუნებ, რომ ეს შედეგები აუცილებლად დადგება და ყველა მსგავს საქმეზე გამოძიება აუცილებლად მივა უკვე სამართლიან მართლმსაჯულებაში, სასამართლოში. ამისთვის ეს აუცილებლად ეს ფაქტები უნდა დავაფიქსიროთ. მხოლოდ შენი სუბიექტური ისტორია არ არის ეს. სამწუხაროდ, თუმცა ცხადია ეს ინდივიდუალურად შენი გადასაწყვეტია. ამიტომაც პირველ რიგში ჯერ სოციალურ ქსელში დავაფიქსირე უკვე ფაქტი ყველაფერი, ამიტომ ხვალაც უკვე პოლიციაშიც მივალ, ექიმთანაც ჩავეწერები და რა ვიცი, რაც ჩემზე არის ამ პროცედურებს შევასრულებ. კიდევ გამოძიებისთვის საჭირო კიდევ ერთი დეტალი. შენი სახლის შესასვლელს უყურებს რომელიმე ვიდეო დაკვირვების კამერა, არის განლაგებული რაიმე ტიპის ან მარკეტები ან თავად ეზოს ცხოვრებლების მიერ დამონტაჟებული კამერები?
არა, მე მგონი მაგ ადგილას სწორედაც რომ არ არის. ავტობუსის გაჩერება არის მანდვე, მაგრამ არა მგონია რომ იქ კამერა იყოს. რაღაც არ შემიმჩნევია არასოდეს სხვა. ჩვენთანაც არ ოჯახს არ გვაქვს ახლა დაყენებული კამერა. კიდევ ერთი კითხვა, შენი სახლის შესასვლელთან შეიძლება შემთხვევითი ადამიანი მოხვდეს, ან აი მაგალითისათვის რო თქვას, რუსთაველის გამზირზე რო იდგეს ბინა და გამოდიოდე ასე ვთქვათ ხალხმრავალ ქუჩაზე, შეიძლება შემთხვევით ვიღაცა იქვე შემოგეყაროს, ასე ვთქვათ და სად ცხოვრობს შენ ისეთ ადგილას, როგორი გარემო არის, შემთხვევითი ადამიანი გამვლელი შეიძლება ასე ხდებოდეს? შემთხვევითი გამვლელიც კი, იმიტომ რომ ავტობუსის გაჩერება არის და პირდაპირ ქუჩაზე გამოდის ეს კარი, სადაც გამოვედი, მაგრამ ნუ ჩემი შეგრძნებით და დაკვირვებით აშკარად არ ჩანდა რომ ეხა იქ შემთხვევით გამვლელი ადამიანი ისეთ გაგეგმილი ოპერაცია ჩამიტარეს ასე ვთქვათ. ერთი რო ის ტექსტი რომლის წარმოთქმის შემდეგაც თავს დაგესხდნენ თავისთავად მეტყველების მოტივაციაზე, მაგრამ მაყურებელს შევახსენოთ რომ თქვენი ჯგუფის გამოუვალი მდგომარეობის ერთ-ერთ სოლისტს ტორნადოს გაბუნიას ასევე დაესხნენ თავს ფიზიკურად არც ეს საქმე კი ვიცით, იმიტომ რომ ჩანდა ვინც დაესხა თვითონ გაავრცელა ეს ვიდეო, მაგრამ დაახლოებით იგივე ტექსტი იყო ალბათ, ხო? დაახლოებით ეგეთი ამბავი იყო. კიდე მაგ ამბავზე იყო, იმიტომ რომ ჩვენ იანვარში ვიმღერეთ ფაფში, ერთ-ერთ ფაფში დახურულ ღონისძიებაზე ეს ცნობილი სიმღერა ოლეოლა, იანვარში იყო ეგ, სანამ ოფიციალურად და კანონმდებლობით აგვიკრძალავდნენ მაგის სიმღერას, მანამდელი ამბავია და ნუ აი რა ვიცი, ხა შემთხვევითი გამლელი არ ამგონია რომ მაგას ეხლა აქ შემთხვევით დავინახეთ ვანო და მოდი ეხლა შური ვიძიოთ. მანიკო თავს როგორ გრძნობ მსგავს ინციდენტს სამწუხაროდ მგონია რომ ელოდი რა ცვლილებებს შეიტანს ეს შენს ქცევაში ან თუნდაც შენს პოზიციაში? არანაირ პოზიციაში, ჩემს პოზიციაში არანაირ ცვლილებას არ შეიტანს, პირიქით. რავი, პრობლემებად გავაგზავნებ ჩემი პოზიციის დაფიქსირებასაც და არაფერს არ შეცვლის რა. ვანიკო თარხნიშვილი გვერდებოდა, კარგია რომ ის კარგად გრძნობს თავს, თუმცა მას რა თქმა უნდა მინდა ურჩიო რომ სამედიცინო შემოწმება დროულად ჩაიტაროს, მის ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანი არის ეს. დაამშვიდობოდ, აღარ შეუშლი ხელს ვანიკო გადაადგილდებოდა გზაზე. დიდი მადლობა. მადლობა ვანიკო. ვანიკო თარხნიშვილი დღეს საღამოს მას თავს დაესხნენ საკუთარი სახლის წინ სადარბაზოსთან ორი უცნობი პირი, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სანამ თავს დაესხმებოდნენ, მანამდე ძალიან კონკრეტული ბრალდებები წაუყენეს, რომელიც უკავშირდება ერთი კონკრეტული წანამღერის, ასე ვთქვათ, არა მარტო ვანიკოს მიერ შესრულებას. მსგავს თავდასხმას ამავე ჯგუფის სხვა წევრზე, ტორნადო გაბუნიაზე, მანამდეც ჰქონდა ადგილი და ეს ყველას კარგად გახსოვთ.